ნაპოლეონის ომები ახალი დამთავრებულია, ევროპა თითქოს მშვიდდება, მაგრამ ასეც არ არის ასე ადვილად საქმე. სამხრეთ გერმანიის ქალაქები და სოფლები მიწასთანაა გასწორებული, წარმოება და სოფლის მეურნეობა თითქმის ნოლამდეა დასული და ამას ემატება ისიც, რომ 1816 წელს ზაფხული არ მოდის. არ ზაფხული მოდის, არ შემოდგომა, ივნისში ყინავს და მზე თითქმის არ ჩანს. და თუ ჩანს, მხოლოდ აისის და დაისის დროს და ეს აისები და დაისები ისეთი ფერისაა, ისეთი სისხლისფერი, არაბუნებრივი ფერისაა, რომ ხალხი პანიკაში ვარდება. თითქოს ნაცრისფერი ფერის არის და თითქოს მასზე რაღაცა არის გადაკრულიო. მოსავალი, რა თქმა უნდა, არ მოდის, იწყება ძლიერი შიმშილობა და იწყება ასევე მიგრაცია სოფლებიდან დიდი ქალაქებისკენ, იმიტომ რომ გლეხებს გონიათ, რომ ქალაქში იშოვნიან რაღაც სარჩო-საბატებელს, რომ უბრალოდ გამოიკვებონ და შიმშილით არ დაიხუცონ. რა თქმა უნდა, ადამიანების მიგრაციას თან სდევს კიდევ ერთი ძალიან ცუდი მიგრაცია, ეს გახლავთ ვირთაგვები. იქ სადაც ადამიანია და იქ სადაც საჭმელია, ვირთაგვაც იქ არის და ჩნდება დიდ ქალაქებში შავი ჭირის კიდევ ერთი ეპიდემიის ან პანდემიის საშიშროება. საბედნიეროდ შავი ჭირი არა, მაგრამ საუბედუროდ აზიიდან შემოდის სრულიად ახალი დაავადება, ქოლერა, რომელიც მოსრზავლებს ევროპის მოსახლეობას. ამ წელს კიდევ ბევრი უცნაური რამ ხდება, ეს წელი ზოგადად მისტიკის საბურველშია გახვეული, ბნელი და მიტოვებული ციხე-დარბაზებიდან ფრინდებიან ვამპირები და მონსტრები, რომლებიც დღემდე ჩვენს გვერდით არიან. ამ წელს გამოიგონეს სხვა შორის ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება და ამავე წელს წლის ბოლოს იპოვეს ყველაფერი ამ უბედურების მიზეზი და მე ამის შესახებ ძალიან საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო ვიდეო მაქვს გაკეთებული და ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. მას ეწოდება წელი, როდესაც მონსტრებმა გაიღვიძეს. ამ ვიდეოდან თქვენ გაიგებთ, თუ რატომ აიყარა 10,000-ობით ადამიანი თავიანთი მიწებიდან, რატომ მიატოვეს მათ სახლკარი და რატომ დაიძვრნენ ისეთი ადგილებისკენ, რომლებზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. გამარჯობა, დიდი ხანია არ შევხვედრივართ ერთმანეთს, ეს ჩემი ბრალია და ასევე იმ ობიექტური მიზეზების, რომელთაც მე თავს ვიმართლებ და როგორც უკვე ანონსიდან ხვდებით, დღეს ძალიან საინტერესო ვიდეოს გთავაზობთ, ამიტომ ტრადიციულად გეუბნებით, რომ უყუროთ მას ბოლომდე, დაწეროთ კომენტარები, დაალაიკოთ, ანუ მოწონების ნიშანი დასვათ და თუ არ გაქვთ გამოწერილი არხი, აუცილებლად გამოიწეროთ და ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე, რომ ვიმე გვიხარია, რომ აღმოგაჩინოთ, თქვენ რო გიხარიათ, სხვებიც გაახარეთ და სხვებსაც უთხარით, რომ არსებობს ასეთი არხი და მათაც გამოგვიწერონ, ეს ძალიან წაადგება არხის არსებობას და მის განვითარებას. მე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია და აკეთებს დახმარებას ჩემი არხისთვის. არხს კვლავ არ ყავს სამწუხაროდ სპონსორი, ის რასაც დღეს მე თქვენ გაჩვენებთ, არ არის დასპონსორებული, არ არის რეკლამა, უბრალოდ ეს არის თხრობა იმის შესახებ, თუ რა ვნახე მე წელს საქართველოში და რა საინტერესო ამბებით დაგიბრუნდით არხზე. მაშასე წავედით. 1517 წელს 31 ოქტომბერს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე მიაჭედა თავისი 95 თეზისი. ეს იყო კათოლიკური ეკლესიის და პაპის კრიტიკის შემცველი 95 პუნქტი. ლუთერ ეკლესიას აკრიტიკებდა ინდულგენციების, მოგეხსენებათ, ინდულგენცია გახლდათ კათოლიკურ სამყაროში გავრცელებული იყო, ანუ თუ რაღაც ცოდვას ჩაიდენდი, შეგეძლო მისულიყავი ეკლესიაში და ფული გადაგიხადა და გაძლევდნენ საბუთს, რომ შენ ეს ცოდვა მიგეტევა. ეს იყო ინდულგენცია. რომ ღვთისმშობლის და სხვა წმინდანების თაყვანისცემა იყო გადამეტებული, ასევე განსაწმენდელი არ არსებობსო, პირდაპირ არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხეო, ასევე იგი აკრიტიკებდა ცელიბატს, ანუ ბერების და ზოგადად სამღვდელოების მიერ ცოლის ვერ მოყვანის, ან ვერ გათხოვების
წესს, სამონაზვნო პრაქტიკას ასევე და ასევე რა თქმა უნდა პაპის პრიმატს და მის ესეთ ურყევ ავტორიტეტს, რომელიც იგი ამბობდა, რომ არც ისე ურყევია და საკმაოდ ბევრი ცოდვაც აქვს მათ ჩადენილიო. ასე იყო თუ ისე ლუთერმა ჩაუყარა საფუძველი მე-16 საუკუნეში ახალ მიმდინარეობას რელიგიურს, ეს გახლავთ პროტესტანტიზმი, ანუ ეს პროტესტი იყო კათოლიკური სამყაროს მიმართ და მას ასევე ლუთერანობა ეწოდება და იგი 4 ძირითადი დოგმით მუშაობს, ეს არის რომ ეს არის sola gratia, ანუ ადამიანი ცხონდება მხოლოდ მადლით და არა მხოლოდ მისი ქმედებებით, ეს არის solus Christus, რომ მხოლოდ ქრისტეა ავტორიტეტი და არა ეკლესია და მით უმეტეს არა მისი მსახურები, რომლებიც ძალიან ხშირად გაცილებით მეტი ცოდვილები არიან ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. ასევე ეს არის sola fide, როდესაც ადამიანი ცხონდება მხოლოდ მადლით და sola scriptura, ანუ რომ წმინდა წერილი არის მთავარი და არა ის, რაც შემდეგ მოიგონეს აი სხვა ტრადიციები, რიტუალები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი თავსმოხვეული არისო, ამბობენ პროტესტანტები და შემდეგ ანუ ქრისტეს ცნებები მთლიანად არისო გადაკეთებულიო, მსგავსი რამ წმინდა წერილში არ წერიაო. ასეთი რევოლუციური მოძრაობა, რომ უმტკივნეულად არ ჩაივლიდა, ეს ფაქტია და არც ჩაუვლია მოგეხსენება დღესაც კი, თქვათ იგივე ირლანდიაში პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის საკმაოდ დიდი დაპირისპირება, რომლებიც ადრე სისხლის ურაშიც გადადიოდა და დღესაც არის ერთეული ფაქტები. პროტესტანტული ქვეყნების უმეტესობა ეს არის ჩრდილო ევროპაში განლაგებული ქვეყნები, დანია, შვედეთი, ჩრდილოეთ გერმანია, ნორვეგია, ფინეთი და ასე შემდეგ და სხვაშორის ერთი საინტერესო კორელაცია არსებობს, რომ პროტესტანტული ქვეყნებში უფრო მაღალი არის ცხოვრების დონე, უფრო მეტად არის ადამიანი დაცული, უფრო მეტი სოციალური პროგრამები მუშაობს და უფრო ბედნიერად გრძნობს ხალხი თავს, ვიდრე კათოლიკურ ქვეყნებში და უკვე სხვა დანარჩენებში. მაგრამ როგორც სიტყვიან, ყველა მოძრაობას მაინც სადღაც თავისი ოპოზიცია უჩნდება და მე-17 საუკუნის 60-იან წლებში სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში ჩნდება პროტესტანტიზმის ეგრეთ წოდებული სეპარატისტული ფრთა. ისინი თავის თავს პიეტისტებს უწოდებენ და რას ქადაგებენ ისინი? პიეტისტები არიან ლუთერანულ ეკლესიაში გაჩენილი რეფორმატორული ჯგუფი, რეფორმატორული მოძრაობის მიმდევრები, რომელთა მთავარი იდეა გახლავთ ის, რომ ქრისტიანობა არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ქრისტიანული დოგმების დაცვა. და რომ ეკლესიური რიტუალების შესრულება კი არ არის მთავარი, არამედ სიღრმისეულად გაგება იმ მოძღვრებისა თუ რა დატოვა ქრისტემ. და ამას ყველაფერს პიეტისტები აღწევდნენ შრომით, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ მხოლოდ შრომით, მხოლოდ სიკეთით, მხოლოდ რაღაცის შექმნით შეიძლება ადამიანი მივიდეს ჭეშმარიტ რწმენამდე და შეიცნოს ქრისტე. ყოველი წუთი, ყოველი წამი, როდესაც შენ შრომობ, როდესაც შენ რამეს ქმნი, ეს ყველა გაახლოებს თვითონ ნაბიჯით უზენაესთან. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, ოღონდ არა ჯგუფებში, არამედ ინდივიდუალური კითხვა ასევე შედიოდა პიეტისტების აუცილებელ ტრადიციაში, ასევე პირადი პასუხისმგებლობა რწმენისადმი და არა ეკლესიის მსახურებისადმი, ასევე ქველმოქმედება, თავმდაბლობა და მორალური ცხოვრება, შინაგანი განწმენდა, მისიონერობა, ანუ ქრისტესავლების გავრცელება და დახმარების გაწევა ყველასთვის, ვისაც კი ეს სჭირდება. და მთავარია შენ თვითონ როგორ ცხოვრობ, შენ თვითონ როგორ გრძნობ შენ თავში ქრისტეს და არა ის, რომ ვიღაცას აჩვენო. ამიტომ პიეტისტები მაგალითად, ისევე როგორც ვაჟებს ლუთერანები, ყველა ჯვრის დანახვაზე ეკლესიის იქნება ეს თუ აფთიაქის პიჯვარს არ იწერენ და ამით არ ანახებენ სხვებს, რომ ისინი გაცილებით მორწმუნეები არიან ვიდრე სხვები. პიეტიზმი არ იყო ახალი რელიგია, ეს გახლდათ ცხოვრების წესი, ხმამაღალი სიტყვების და საკუთარ
თავის რწმენაში განდიდების გარეშე, ასე უწოდებდნენ, ასე აღიქვამდნენ პიეტისტები თავის თავს. პიეტისტების 95% იყო შვაბი, რომლებიც ეს არის გერმანული ჯგუფი, გერმანულენოვანი ჯგუფი, რომლებიც ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე ცხოვრობენ და მოგეხსენებათ, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, 19 საუკუნის ბოლომდე გერმანია და სამთავროებად და მიწებად იყო დაშლილი, საჰერცოგოები იყო, სამთავროები იყო, რომლებიც ხშირად არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, განსხვავებულად მოქმედებდნენ, განსხვავებული კანონები ჰქონდათ და სხვაჯერ სამხრეთ ნაწილში უფრო კათოლიკები ჭარბობდნენ ვიდრე ლუთერანები, თუმცა ლუთერანებიც საკმაოდ კარგად იყვნენ აქ წარმოდგენილები. შვაბები გახლავთ ალემანური ენობრივი ჯგუფის ან გერმანული ენობრივი ჯგუფის წარმომადგენელი, მათ ახასიათებთ ძალიან საინტერესო თავისებურებები, რომლებიც ზოგჯერ დაცინვის საფუძველიც ხდება სხვა გერმანელების მიერ. ისინი არიან გადაჭარბებულად მომჭირნეები, როგორც ძუნწები, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებულად ძუნწები არიან, ისინი ყოველთვის ეძებენ უფრო იაფისად შეიძლება იყოს აი ან ისე გაიუმჯობესონ ცხოვრება, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაუჯდეთ იგი, მაგრამ ამავე პარალელურად მათ აქვთ საოცარი შეგრძნება იმისა, რომ უნდა იშრომონ არა მხოლოდ თავისი ოჯახის, არამედ ზოგადად საზოგადოების სასარგებლოდ და სწორედ და სხვა შორის ისინი ძალიან კარგი ხელოსნები იყვნენ და არიან და ალბათ ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ დღეს ყველაზე კარგი მანქანები სწორედ შვაბების მიერ არის გამოშვებული, ეს უცნობილესი დაიმლერის, ბენცის და პორშეს და ასე შემდეგ ფირმები სწორედ შვაბურია. სიახლის აძიებელი ხალხი იყვნენ შვაბები, ისინი ძალიან ხშირად ასე აიყრებოდნენ ხოლმე რამდენიმე ოჯახი და სადღაცა მიდიოდნენ, მაგალითად იგივე მალაიზიაში ან ინდონეზიაში, სამხრეთ აფრიკაში კოლონიებს აარსებდნენ და რამდენიმე წელიწადში ძალიან წარმატებული ხდებოდა ეს კოლონიები. სხვა შორის ვენესუელა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ცნობილია იმით, რომ მას ყავს სრულიად შლეგი პრეზიდენტი, რომელმაც სხვა შორის აღიარა ერთ-ერთი არის იმ უმცირეს ქვეყნებთან შორის, რომლებმაც აღიარეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ვენესუელა დაარსებული არის შვაბების, გერმანელების მიერ და თვითონ სიტყვა ვენესუელა ნიშნავს პატარა ვენეციას. ვენესუელაში ბევრი წყალი დახვდათ მათ და ბევრი ხიდების აშენება მოუწიათ და აქედან გამომდინარე მას ეს სახელი დაარქვეს, მოგეხსენებათ, ვენესუელა ერთ-ერთი ულამაზესი და ყველაზე მდიდარი ქვეყანა არის დღეს ნავთობით. არ ვიცი რამდენად ცხოვრობენ იქ გერმანელები, მაგრამ ვენესუელელები რო გერმანიაში ბევრნი არიან და ერთ-ერთი ჩვენი ოჯახის წევრია, უკარგესი, ულამაზესი და უჭკვიანესი გოგონა, ეს კი ნამდვილად ვიცი. მაშასე რელიგიური განსხვავებულობის გამო მე-19 საუკუნის აი ამ დასაწყისში მათი შევიწროება დაიწყეს, ანუ პიეტისტების. მათ ავიწროებდნენ როგორც ლუთერანები, ასევე კათოლიკები. ამასთან დაერთო, რა თქმა უნდა, ნაპოლეონური ომები, წელი ზაფხულის გარეშე და აი სწორედ სადღაც 1815 წელს შვაბიაში ჩადის ალექსანდრე I, რუსეთის იმპერატორი. მისი და ამ დროს ბადენ-ვიურტემბერგის დედოფალია, პრინცესა და მას სახელად ქვია ეკატერინე რუსულად. იგი უყვება თავის ძმას შვაბების შესახებ, თუ როგორ ავიწროებენ მათ, თუ როგორ შრომის მოყვარე ხალხია, თუ რამდენად წესიერი ხალხია ისინი და რამდენად სხვა შორის ტოლერანტებიც არიან სხვა რელიგიების მიმართ და აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ ეკატერინე მეორეს დროს და მოგეხსენებათ, ეკატერინე გერმანელი იყო და მან ყველაზე კარგად უწყოდა, რომ რა ვიცი, რუსები არაფრის შემქმნელები არ იყვნენ, ამიტომ მან წამოიწყო ესეთი სახელმწიფო პროგრამა გერმანელების და ზოგადად ევროპელების ჩამოსახლების რუსეთში. და სხვა პირველი ტალღა 1760 წელს ჩამოვიდა გერმანელების და ისინი დასახლდნენ ვოლგისპირეთში და აქ ვოლგისპირელი გერმანელები დღემდე საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო ეს გერმანელებს, რამდენიმე ქალაქი დაარსეს და მართლაც
ვოლგისპირეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადგილი რუსეთის იმპერიაში. და ალექსანდრე პირველმა გადაწყვიტა, რომ ეკატერინე მეორეს მისი წინამორბედის ტრადიცია გაეგრძელებინა და შვაბებს თავაზობს შემდეგნაირ პირობებს. ახალი დაპყრობილი აქვს მას კავკასია და აქ თავისი ხალხი შირდება. მოგესალმებით, რამდენიმე წლით ადრე ის ალბედითი გეორგიევსკის ტრაქტატი არის დადებული საქართველოსა და რუსეთის იმპერიას შორის. ალექსანდრე პირველს შვაბებს შემდეგ რამეს, რომ თუ ისინი წამოვლნენ კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ დასახლდებიან იქ შექმნიან კოლონიებს, მათ გადასცემენ მიწას 60 დესეტინას, 60 დესეტინა დაახლოებით 60 ჰექტარი, ძალიან დიდი დღევანდელობისთვისაც ძალიან დიდი ზომის ფართობის მიწაა, ხო? გათავისუფლებენ მათ 30 წლით ყველანაირი გადასახადისგან, სახელმწიფო მათ მისცემს უფასო ფულს, ერთ-ერთი რო პირდებოდა, ანუ უპროცენტოდ მისცემენ ფულს, რომელსაც შემდეგ ისინი დააბრუნებენ წლების განმავლობაში, ეძლევათ რელიგიური თავისუფლება და რაც თავარია თავისუფლდებიან ჯარისგან, სავალდებულო საჯარისო სამსახურისგან, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიაში აუცილებელი იყო. და რა თქმა უნდა, კოლონიებს ექნება თვითმმართველობა. ამაზე გენიალურ პირობებს ალბათ ვერავინ ვერაზროს ვერავის ვერ შესთავაზებდა და შვაბებიც დათანხმდნენ. მით უმეტეს, რომ შვაბებში გამოჩნდა ადამიანი, რამდენიმე ადამიანი, რომელმაც აი სწორედ 1816 წლის კატასტროფული ზაფხულის შემდეგ დაიწყეს ქადაგება, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდება. მეორედ მოსვლა მოხდება პალესტინაში და პარალელურად მოხდება არარატის მთის ძირას, ანუ წმინდა ესეთი ბიბლიური მთის ძირას. ამიტომ კიდევ ერთი სტიმული, რომ წავიდეთ კავკასიაში. პალესტინა მართალია თლათ ახლოს არ არის პალესტინასთან, მაგრამ მაინც უფრო ახლოს არის ვიდრე ვიუტენბერგი და უბრალოდ იქ მათ არ ჩაესულებათ, რადგან ოსმალოებს აქვთ იმ პერიოდში დაკავებული წმინდა მიწა. ხოლო არარატი აგერ არის და ჩავალთ და იქ დავსახლდებითო. მაგრამ ნუ რას უკაცრავად ეს შემდეგ ნახავთ რაც მოხდა. ალექსანდრე პირველმა, როგორც გითხარით, გააფორმა ეს ხელშეკრულება და გერმანული ოჯახებიც დაიძრნენ კავკასიისკენ. 1817 წელია, ოქტომბერი და შვაბური წარმოშობის გერმანელების არმია, ხელოსნებისა და გლეხების არმია კავკასიისკენ დაიძრა. დაიძრა დუნაით, შემდეგ შავი ზღვით, ისინი ჩავიდნენ ოდესამდე და ტაგანროგამდე და აქედან უკვე ფეხით და ურმებით წამოვიდნენ კავკასიისკენ. ნაწილი ხალხისა, სხვათა შორის, რომლებმაც ვერ გაუძლეს მოგზაურობას, მცირე ნაწილი დარჩა ოდესაში და ტაგანროგში და რაღაცა ნაწილი დაიღუპა, ძირითადად მოხუცები და ბავშვები გზაში, მაგრამ ძირითადმა მასამ ჩამოაღწია კავკასიამდე, მათ გაიარეს სტეფანწმინდა და მაშინ არ ერქვა საქართველოს სამხედრო გზა, მაგრამ ეს გზა გაიარეს და შემოვიდნენ თბილისში. პირველ წელს თბილისში შემოვიდა 500 ოჯახი და ეს ოჯახები გადაანაწილეს თბილისის გუბერნიაში. მათ გამოუყვეს მიწები და კომპაქტურად დაასახლეს. აქედან 51 ოჯახი დაასახლეს დღევანდელი კუკიის ტერიტორიაზე და აქ დაარსდა სოფელი ნოე-ტიფლისი, ანუ ახალი ტიფლისი, ახალი თბილისი. მიწის ფართობი ერთ ოჯახზე, როგორც გითხარით, 60 ჰექტარი იყო და საინტერესო ფაქტია ის, რომ ნოე-ტიფლისის გერმანული მოსახლეობა 95%-ით იყო ხელოსნები. ანუ მათ გარდა იმისა, რომ თქვა სოფლის მეურნეობაში შეეძლოთ დასაქმება, ისინი მათი ძირითადი საქმიანობა იქნებოდა ხელოსნობა და ამ თავიანთი ნაწარმით თბილისის, ეს განვითარებადი ქალაქის მომარაგება. და სხვაგვარად ძალიან სწრაფად მათ უკვე ააწყვეს ეს წარმოებები და მათ მიერ ნაწარმოები ხელსაწყოები იქნებოდა შრომის იარაღები თუ სხვა საინჟინრო გამოგონებები 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო ძვირი ხირდა ვიდრე ქართველების ან სხვათა მიერ წარმოებული, იმიტომ რომ
მოსახლეობა ამბობდა ჯობს მე მივცე დღეს 5-ჯერ მეტი გერმანულ თქვათ თოხში ან ბარში მაგრამ სამაგეროდ მეცოდინება რომ ჩემი შვილთა შვილი კიდევ გამოიყენებს ამ ბარს და იგი არ გაცვდება და გადასაგდები არ გახდებაო ანუ ეს ის მომენტია რომ როდესაც ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები რომ იაფიანი საქონელი ვიყიდოთ ეს ანდაზა ასეთი მოგეხსენებათ წინსრებით გეტყვით რომ ნოეტიფლის 1852 წელს მიენიჭა ქალაქის ერთ-ერთი უბნის მნიშვნელობა და იგი ჩაჯდა ქალაქის ინფრასტრუქტურაში და თუ როგორ ჩაჯდა ამის შესახებ მე რა თქმა უნდა მოგიყვებით გერმანელებმა აზერბაიჯანშიც დაიწყეს კოლონიების შექმნა მაგრამ სომხეთში იქ სადაც ყველაზე ახლოს იყო არარატის მთა მათ კოვზი ჩაუვარდათ და მხოლოდ რამდენიმე შეძლო იქ დასახლება, იმიტომ რომ ადგილობრივებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მათ იქ დასახლებას, მოგეხსენებათ, სომხეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ესეთი მონოეთნიკურობით, სამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი თვისებაა, აქ რამდენადაც მე ვიცი 98% ადგილობრივი ცხოვრობს მხოლოდ და მაშინაც ასე იყო. თბილისიდან 65 კილომეტრის მოშორებით იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ისტორიულად ძალიან მდიდარი რეგიონი, რომელიც იმ პერიოდისთვის ლეკების სათარეშოდ იყო გადაქცეული. ეს იყო ნახალგაზრდა ვულკანური წარმოშობის ნიადაგით დაფარული ტერიტორია, რომელიც იყო ძალიან ნოყიერი, მაგრამ მასზე ვერავინ სახლდებოდა სწორედ აი ლეკიანობის შიშით. ჯაგრცხილებით და სარეველებით გადატენილი რამდენიმე 10 წლეული მიტოვებული მიწები იყო აქ და გერმანელებს სწორედ აქ გამოუყვეს ადგილმამულები. რამდენიმე ათეული ოჯახი დასახლდა ამ ადგილას და პირველი ზამთარი მათ ძალიან ძნელად გადაიტანეს, იმიტომ რომ სარჩოსაბადებელი არ ქონდათ, სახლები ჯერ არ იყო აშენებული, მათ მიწურები ამოთხარეს და რაც წამოიღეს იმ საკვებით რაღაცნაირად თავი გაიტანეს, მაგრამ როგორც კი დათბა, აი როგორც კი მიეცათ მათ საშუალება რომ რაღაც მუშაობა დაეწყოთ, ერთ წელიწადში მათ ეს ხრიოკი და ჯაგნარით დაფარული მიწა აქციეს ყოხდა დასახლებად. ერთ წელიწადში მუშაობდა ყველა, ვისაც კი რამის გაკეთება შეეძლო. 3-4 წლის ბავშვებიც კი რაღაც ქვიშის თავის პატარა სათლებით დაატარებდნენ ქვიშას, თვითონ იპოვეს გერმანელებმა ძალიან კარგი ხარისხის თიხა ამ ადგილებში, რომელსაც იყენებდნენ როგორც აგურის საწარმოებლად, ასევე ძალიან მაღალი ხარისხის კრამიტის საწარმოებლად და ეს კრამიტი დღემდე არის შენარჩუნებული და დღემდე ისეა დაგებული, რომ ვინც არ მოშალა თავის დროზე, წყალს არ უშვებს. განსხვავებით იმ შიფერებისგან და ჟეშტებისგან, რომლებისგან თუნუქებისგან უკაცრავად რომლითაც არის უშნოდ დაფარული ჩვენი სოფლების 99%, აქ კრამიტი ჯერ კიდევ ცოცხალია ზოგიერთ სახლზე. კონტურები უკვე წლის ბოლოს გამოჩნდა დასახლების, ეს იყო რამდენიმე პარალელური მდინარე მაშავერას პარალელური რამდენიმე ქვით მოკირწული ქუჩა და მისი გადამკვეთი ასევე რამდენიმე პერპენდიკულარული ქუჩა, რომელიც ასევე ქვით იყო მოკირწული. პირველი რაც გააკეთეს გერმანელებმა, მათ დაგეგმეს თუ სად იდგმებოდა საცხოვრებელი სახლები, სად იქნებოდა ეკლესია, სად იქნებოდა კლუბი, სახანძრო რაზმი, შეკრების ადგილი და ასევე პარკი. ჩვეულებრივი მწვანე ზონა. ეს არის მე-19 საუკუნის დასაწყისი. არ დაგვავიწყდეს და ეს არის მიტოვებული, მიყრუებული ბნელი ადგილი, რომელიც ყოველ წუთას ელოდება ლეკების თავდასხმას. აი ასეთი რამ კეთდება აქ და რა თქმა უნდა, ასევე პირველი რასაც აკეთებენ გერმანელები, ეს არის კანალიზაცია და მაშავერადან სპეციალური სისტემებით წყლის აყვანა დასახლების თავზე, იქ დიდ რეზერვუარებში წყლის დაგროვება და შემდეგ უკვე გადანაწილება ქალაქზე. ანუ ფაქტიურად ყველაფერი ის, რაც ნორმალური, თუნდაც 21 საუკუნის სოფლისთვის არის საჭირო, ხო? წყალგაყვანილობა, მუდმივი წყალი, კანალიზაცია, ინფრასტრუქტურა, თქვათ იგივე გზები, რომლებიც არტალახიანდება და შიგარეფლობი და ასევე გასართობი და
საჭირო ადგილები ხო ესე ვთქვათ იგივე კლუბი ხო აბანო აშენდა კიდევ აშენდა სასამართლოს შენობა და უკვე შემდგომში კიდევ რაღაცები რომლებზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ სხვა ძალიან საინტერესო ფაქტია კიდევ ერთი რამ გერმანელებს მიუხედავად იმისა რომ პირველი ზამთარი ძალიან გაუჭირდათ და ლამის შიმშილით დაიხოცნენ მათ ხელი არ ახლეს იმ რესურსს რომელიც მათ ჰქონდა წამოღებული ეს იყო საქართველოსთვის სრულიად უცნობი იმ დროს ბოსტნეული ძირხვენები რომელსაც სახელად ეწოდება კარტოფილი ქართველებმა კარტოფილის შესახებ არაფერი იცოდნენ ისევე სხვაგვარად როგორც რუსეთის იმპერიაში ძალიან ბევრმა გარდა ვოლგისპირეთისა სადაც კარტოფილი გერმანელებს უკვე მე-17 საუკუნიდან მოყავდათ მაშას მათ ასევე ჩამოიყვანეს ძალიან საინტერესო და იშვიათი სახეობის ჯიშის ღორები, რომლებიც ძალიან მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, ძალიან მაღალი ცხიმიანობით და ძალიან გემრიელი ხორცი ჰქონდათ. ეს ყველაფერი მათ შეინარჩუნეს, რომ შემდგომში უკვე დაეთესათ და გაეხარნო ღორები გაემრავლებინათ, ხოლო ეს კარტოფილი დაეთესათ. დასახლებას ვიუტენბერგელი დედოფლის რუსი დედოფლის ეკატერინეს საპატივცემლოდ დაარქვეს კატერინენფელდი, ეკატერინენფელდი, უფრო კატერინენფელდი გერმანულად. მომავალი წლიდან უკვე საკმაოდ კარგი მოსავლის აღება დაიწყეს გერმანელებმა, როგორც გითხარით, აქ ძალიან ნაყოფიერი მიწებია და თუ მას კარგად მორწყავ, კარგად მოუვლი, აქ 2-3 მოსავლის მიღება შეიძლება ზოგადად ბოლნიცის რაიონში, მარნეულის რაიონში, დმანისის რაიონშიც როგორც გითხარით, აქაური მიწები საოცარი ნაყოფიერებით გამოირჩევა და მათ ორ-ორი მოსავალიც კი მიიღეს პირველივე წელს კარტოფილის, მწვანელის, ბოსტნეულის და სხვათა შორის ხორბლისაც, რომელშიც ადგილობრივი ჯიშები გამოიყენეს მათ აი ხორბლის მოსავლის მისაღებად. ყველაფრის შესანახად სასწრაფოდ აშენდა სპეციალური საცავი, საწყობი შპაიხერი გერმანულად და შპაიხერების აშენებაში გერმანელებს ბადალი არ ყავთ. თვითონ ეს საწყობი ისეთნაირად არის აგებული და ისეთნაირად არის მასში ვენტილაცია მოწყობილი იმდროინდელი, რომ აქ ნესტის ნასახიც კი არ გროვდება. ახლა რაც შეეხება სახლებს, მე სახლებზე ცოტა მეთხანს უნდა შევჩერდე მათ აგებულებაზე, იმიტომ რომ ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო საქართველოსთვის. ანუ გერმანული სახლები მსგავს ქართველები არ აშენებდნენ. პირველ რიგში კეთდებოდა სარდაფი. სარდაფი იყო იმავე ფართობის, რამდენიც უნდა ყოფილიყო სახლი. სარდაფი იჭრებოდა დაახლოებით 5-6 მეტრზე სიღრმეში და ამ სარდაფს კედლები ამოყვანილი ჰქონდა რიყის ქვებით და შემდეგ როგორც გითხარით გერმანელებმა აქ იპოვეს ძალიან კარგი თიხა და ასევე სხვა შორის დუღაბის დამზადების ტექნოლოგია მათ გერმანიიდან ჩამოიტანეს და ძალიან მაღალი ხარისხის დუღაბით მათ კედლები ამოყავდათ თაღისებურად აი ამ სარდაფებში მიწა იყო დატკეპნილი თიხისგან და სარდაფს ჰქონდა კიდევ ერთი სარდაფი რომელიც დაახლოებით 7-8 მეტრით ქვემოთ ჩადიოდა მიწაში აქ ინახებოდა ღვინო სამომავლოდ ჯერ არ არის ღვინო, მაგრამ უნდა შენახულიყო ღვინო, უნდა შენახულიყო მჟავეულობა და რაც თავარია შაშხი. ანუ დამარილებული ხორცი, რომელიც შემდეგ ზამთარში გამოიყენებოდა საკვებად. აქაც საოცარი სავენტილიაციო სისტემებია დაყენებული, რომელსაც ჩვენ დღესაც ვხედავთ ამ სარდაფებში და სარდაფში არასდროს გროვდება სინესტე. აი აქაც ხო ეს გამწვავებია კი აი ეს ნახორეტები და ისინი იმიტომ რომ ეს მახსოვს ხო ესენი არის ვენტილაციის აქ ზამთარ ზაფხულ ერთი ტემპერატურა უბრალოდ შენ გონია რომ სხვა არ გუჭდება რა ვიღო ზაღები წაიღო აქ რა ხო დატკეპნილი რო ისუთოს რა იმან ბაბა აჰა ოკეი ხლიანი სახლის ქვეშ
ეს ახლა სახლის ქვეშ გადის და ეზოების ქვეშ გადის. აი ესე აკეთებდა ეთყობა, აი ფუმფენი. აი როგორც მოვირდით. ფომფია. ამას მოიკიდებდა აგერ ამას ალბათ ესე. საფკველია რა. აი იქედან წახნახე. აი იქეთ. ზედა სარდაფში მუდმივად იყო 12-15 გრადუსი ტემპერატურა, ღრმა სარდაფში იქ დაახლოებით 5-დან 6 გრადუსამდე მუდმივად და იქ კარგად ინახებოდა ყველაფერი. მეორე სართული გახლდათ ფახვერკი ასევე სრულიად უცნობი იყო ქართველებისთვის და გერმანიისათვის არის ზოგადად დამახასიათებელი, როდესაც მუხის სპეციალურად დამუშავებული, კარგად დამუშავებული ძელებისგან კეთდება კონსტრუქცია და შემდეგ იგი ივსება აგურით ან ქვით. ფახვერკი ძალიან ლამაზია შესახედავად, ძალიან ორიგინალურია და პარალელურად იგი არის დრეკადი, იგი კარგად ინარჩუნებს სითბოს და არის მჩატე კონსტრუქცია. და აი ეს დრეკადობა სხვათა შორის ძალიან გამოადგა ბოლნისის ფახვერკებს და სახლებს, იმიტომ რომ აქ ბადენ-ვიურტემბერგისგან და ზოგადად გერმანიისგან განსხვავებით ხშირი იყო მიწისძვრები და ზოგჯერ საკმაოდ ძლიერი. და მოგეხსენებათ, რაც უფრო დრეკადია კონსტრუქცია, იგი უფრო კარგად უძლებს მიწისძვრას. თუმცა ეს რა თქმა უნდა გერმანელებმა არ იცოდნენ და უბრალოდ ააშენეს ის, რაც მათ ტრადიციაში იყო. პირველ სართულზე იყო სასტუმრო ოთახი, სადაც სტუმრებს იღებდნენ, ასევე იყო მისაღები, ოჯახის უფროსთან თუ ვინმე მოვიდოდა რაღაც საქმეზე და ასევე იყო საბავშვო ოთახი. მეორე სართულზე იყო საძინებლები. იატაკად გამოყენებული იყო მუხის კარგად დამუშავებული ფიცრები, დავარქვათ პარკეტი, ძელისებური პარკეტი და ამ პარკეტის ქვეშ ასევე კარგად დამუშავებული, კარგად გამომშრალი თივა, რომელიც შერეული იყო მიწასთან, რომ მას ცეცხლი არ გასჩენოდა. რისთვის იყო ეს თივა საჭირო, რომ სითბო შენარჩუნებულიყო იატაკთან. ყველაფერი ეს შეხამებული იყო კარფანჯარასთან, რომელშიც უბრალო ღრიჭოც კი არ იყო დატოვებული, რომ ქარი ან სიცივე შემოსულიყო და სახლები ფაქტიურად წარმოადგენდა თერმოსებს, რომელსაც მინიმალური რაოდენობით სჭირდებოდა შეშა, რომ გამთბარიყო. ხოლო თბებოდნენ ისინი ძალიან საინტერესო ღუმელებით. ეს ღუმელები შემორჩენილია დღემდე რამდენიმე სახლში და თუ რატომ გაქრნენ ისინი ძირითად სახლებში, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი რა გააკეთეს ქართველებმა, რომლებიც შემდეგ გერმანელების სამოსახლოებში დასახლდნენ, ვერ გეტყვით ამასაც. ღუმელი ძალიან საინტერესოა თავისი აგებულებით, როგორც თქვი, ეს გახლავთ ცეთი, ხა ეს მომივიდა აზრად რომ გაჩვენოთ ეს ცილინდრი, რომელიც ჩასმული არის ოთახების შემაერთებელ კუთხეებში. ანუ იგი თავისი აი ამ ფორმით გადის ყველა ოთახში, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. ერთ ადგილას არის კარი, რომელშიც იდება შეშა, შიგნიდან ღუმელი ამოვსებული არის რიყის სპეციალურად დამუშავებული ქვით ან აგურით, ცეცხლგამძლე აგურით და როგორც ადგილობრივები ამბობენ დღესაც, მას სჭირდება მინიმალური რაოდენობით შეშა. საკმარისია 2, 3, 4 მოზრდილი შეშის ნაჭერი, რომ ეს ღუმელი თბება და შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში ინარჩუნებს სითბოს და ეს სითბო ნაწილდება 4 ოთახში. ხოლო აი ეს ქვედა ნაწილში ძალიან ხშირად გერმანელები აცხობდნენ თავიანთ კუხენებს, ანუ თავიანთ ნამცხრებს და ალბათ პურებსაც კი, იმიტომ რომ დღეს მაგალითად აი ამ ოჯახში ამ ღუმელში პური წვება. როგორც გითხარით, კატერინენფელდებმა დღევანდელი ბოლნისის შემოგარენში იპოვეს ძალიან კარგი ხარისხის თიხა და აშენდა აგურის და კრამიტის საამქრო. ამ საამქრომ თუ საწარმომ ისე გაითქვა სახელი, რომ აქედან პროდუქცია იგზავნებოდა თბილისშიც კი და ძალიან ძვირად ფასობდა. გერმანულ სახლებს ბოლნისში, კატერინენფელდში ჰქონდა სპეციფიური დახრილობის სახურავი, რომელიც საქართველოში ცნობილი არ იყო. და კრამიტის წყობასთან ერთად აი ეს ამ ტიპის სახურავი საშუალებას აძლევდა მაცხოვრებელს, რომ მას არც კი გადაეთოვლა დიდთოვლობის დროს
სახურავი, ანუ საშიშროება არ იყო, იმიტომ რომ არ ჩერდებოდა 1 გრამი, თოვლიც კი არ ჩერდებოდა და რა თქმა უნდა, წყალი მით უმეტეს. გამდნარი თოვლი, გამდნარი წყალი ღარების საშუალებით მიედინებოდა სპეციალურ მილებში და მილების ბოლოს იდგა ძალიან დიდი ზომის ტონაზე და ტონა ნახევარზე მეტი შემცველობის ხის კასრები. მე უკვე ვთქვი, რომ წყალგაყვანილობა პირველი რაც გააკეთეს ერთ-ერთი ეს იყო წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, ანუ მოსახლეობას წყალი აქვს მუდმივად, მაგრამ მაინც შვაბირისი შვაბია, ხელმომჭირნეა იგი და ძუნწი, კარგი გაგებით ძუნწი, იგი წყალსაც კი არ კარგავს, იმიტომ რომ ეს წვიმის წყალი მათ ადგებოდათ, თქვათ, სარეცხის გასარეცხად, მოსარწყავად, თუ პატარა გვალვები წავიდოდა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს იყენებს ეს ხალხი, აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც კი მათ ბუნება აძლევს. კიდევ ერთი დიდი კოლონია თბილისიდან 40 კილომეტრში ასურეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი ასურეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. აქაც მიტოვებული და გავერანებული მიწებია, აქაც აძლევენ გერმანელებს 60 ჰექტარ მიწას. გერმანული კოლონია არსდება, რომელსაც სახელად უკვე ელიზაბეთ მეორის საპატივცემლოდ ელიზაბეტტალი ეწოდება. აქაც ანალოგიურად ვითარდება დასახლება, გაყავთ კანალიზაცია, წყალი, იკირწლება ქუჩები, შენდება სხვადასხვა ობიექტები, სახლები და ასე შემდეგ და აქაც კოლონია ძალიან სწრაფად დგება ფეხზე. 4 წელიც არ გასულა, რომ გერმანელებმა იმდენი მოსავლის მოყვანა შეძლეს და იმდენჯერ აი ამ ნაყოფიერ მიწებზე, რომ ელიზაბეტტალიდან და კატერინენფელდიდან ურმებით მიდის ეს მოსავალი გასაყიდი ზედმეტი მოსავალი თბილისში. ეს არის რძის პროდუქტები, ერბო, კარაქი, ხბოს, ღორის ცხვრის ხორცი, შაშხი, უგემრიელესი და შაშხზე მე მოგიყვებით, ბოსტნეული, ხილი და რაც თავარია კარტოფილი. გერმანული პროდუქტები გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე ქართული წარმოების, რატომ არ ვიცი, მართალი გითხრათ, მაგრამ როგორც ამბობენ, ისინი გაცილებით გემრიელი იყო ვიდრე ქართულია. არ ვიცი რამდენად სწორია ის, მაგრამ ბევრი წყარო ამაზე მიუთითებს და ერთადერთი რაც გაუჭირდათ თავიდან გერმანელებს, ეს იყო კარტოფილის თვის მიჩვევა ქართველების. და მათ ასეთ ეშმაკობას მიმართეს. მოიხსენებათ, მაშინ დიდი ბაზრობები იმართებოდა შაბათ-კვირას და მათ დაიწყეს ადგილზევე ზეთში წვრილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილის გაყიდვა, რომელიც შენელებული იყო სხვადასხვა სანელებლებით და ამით მოიპოვა კარტოფილმა ნელ-ნელა ადგილი ქართველთა სუფრაზე. სხვაჩვენით თავიდან ბავშვებს მოსონდა ძალიან და შემდეგ უკვე დიდებმაც გასინჯეს. სახლის ჭერით საინტერესოდ არის გერმანელების მიერ მოწყობილი, როგორც გითხარით, აქ არაფერი იკარგება. და ხუმელიდან ასული კვამლი, ჰაერში ხო არ უნდა გაიფანტოს, ტყუილ უბრალოდ. მას მოუძებნეს ძალიან კარგი გამოყენება. კერძოდ, მილის თავზე იყიდება ხორცის ნაჭრები, ღორის ხორცის ნაჭრები და აქედან ამოსული კვამლი გროვდება სხვენში და სხვენში კეთდება უგემრიელესი შაშხი. რა თქმა უნდა, შაშხს თავისი წინა პროცედურა ჰქონდა, იღებენ ბარკლებს, კისრის ნაწილს, ზურგის ნაწილს, დასერავენ მას დიდი რაოდენობით მარილში და ნიორში და დაფნის ფოთოლში შეზილავენ, შემდეგ ჩააწყობენ კარგად კომპაქტურად კასრებში, დაასხამენ წყალს და რამდენიმე დღის განმავლობაში ასე ინახავენ, რომ მარილი გაუჯდეს ხორცს. შემდეგ იღებენ ამ დამარილებულ ხორცს, გააშრობენ, შემოაკრავენ მას მარლას ან რაღაც ნაჭერს და კიდებენ უკვე სხვენში, სადაც ამოდის ბუხრიდან კვამლი და ასე კეთდება უგემრიელესი ბოლნური შაშხი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მე ცოტა ხანში შემოგთავაზებთ კადრებს, სადაც შეიძლება ჩახვიდეთ და დააგემოვნოთ იგი. მართლაც უგემრიელესია, მე პირადად ძალიან ბევრის ჭამა მომივიდა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია არის, ამჯერად უკვე ელიზაბეტტალში ბრუნდებით, ანუ ასურეთში. სამხრეთ გერმანია გამოირჩევა მეღვინეობის კულტურით, თუმცა ამბობენ, რომ ეს ჩამოსულებიო არ იყვნენ, მანდამაინც წარმოდგენა არ ქონდათ, რომ აქ შეიძლება ვენახი დახვედროდათ, ამიტომ თავისი ჯიშებიო
არ წამოუღიათო. ელიზაბეტალელი გლეხი, სახელად ოტო, გვარად შალი, იწყებს ძებნას გაველურებული ვაზის. იმიტომ რომ აქ როგორც მან დაადგინა, ადრე დასახლება იყო, რომელიც სწორედ ლეკიანობის და თარეშის დროს განადგურდა და გადარჩა მხოლოდ ნასახლარები. და იმ ნასახლარების ტერიტორიაზე იქნებ გადარჩენილი არის სადმე ვაზიო და ეძებს შემოდგომაზე, როდესაც ვაზი მსხმოიაროს უფრო ადვილი დასანახიც არის მისი ნაყოფი და მისგან თქვათ ნაყოფ თუ იპოვის ასეც მისი ნაყოფისგან ღვინოს დაამზადებს და მიხვდება როგორია ის. და მართლაც პირველივე გასვლაზე იგი პირველივე სახლის ნასახლარზე პოულობს ულამაზეს ვაზს შავი ფერის ყურძნით დახუნძლულს, მაგრამ აშკარად გაველურებულს. მას მოაქვს გადანაჭრები, ნასხლავები ამ ვაზის, რა თქმა უნდა მოაქვს კრიფავს ამ ყურძნს, დაახლოებით 2 დრომდე გამოდის, მეტი არა, მაგრამ დაწურავს და რამდენიმე კვირაში მიხვდება რომ ეს არის უგემრიელესი უნიკალური ღვინო და ასევე გაასინჯებს თავის თანასოფლელებს და თანასოფლელები მიხვდებიან რომ მართლაც მათ იპოვეს საგანძური ოქროსაბადოს მიაგნეს და მართლაც გამოდგება რომ ეს ოქროსაბადო იყო, იმიტომ რომ შალის ღვინო ძალიან მალე ძალიან დიდი პოპულარობით იწყებს სარგებლობას არა მხოლოდ ტიფლისში, არამედ ბაქუშიც და ერევანშიც. შალა დღეს გამოდის, თავიდან აღორძინდა მისი წარმოება და მისი დაგემოვნება თქვენ შეგიძლიათ როგორც ელიზაბეტალში, ანუ ასურეთში, ასევე ბოლნიში, კატერინენფელდში და ალბათ თბილისშიც იყიდება შალას, ანუ იგივე ასურეთული შავი, რომელიც მართლაც უგემრიელესი ღვინოა და როგორც გითხარით, ფაქტიურად ახალ მოსახლეებისთვის, კოლონისტებისთვის შემოსავლის ძალიან სერიოზულ წყაროდ იქცა. რათა დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნა ამ ღვინოზე, ასურეთელებმა, ელიზაბეტალელებმა, გერმანელებმა ააშენეს 7 კილომეტრში ელიზაბეტალიდან უნიკალური მარანი. მარანი, რომელშიც 5000 ტონამდე, წარმოიდგინეთ 5000 ტონა ღვინო აწარმოებდნენ ყოველწლიურად, ეს იყო საშუალო მაჩვენებელი. შალის ღვინოს უნიკალურ გემოს განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ის, რომ იგი ქართული ჯიშის არის, არამედ ისიც, რომ ეს ჯიში მორგებული არის სწორედ იმ ნიადაგებზე, რომლებზეც იგი იზრდება, რომლებზეც იგი გამოიყვანეს და ასევე იმ მიკროზონაში, რომელშიც იგი მოყავთ. ასურეთში, ანუ ელიზაბეტალში, ისევე როგორც კატერინენფელდში აშენდა ეკლესია. ეკლესია შემდეგ კომუნისტების დროზე მე მომიწევს ცალკე ვიდეოს გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ტრაგიკული ამბები ვითარდება უკვე რევოლუციის შემდგომ არა მხოლოდ მთლიანად საქართველოში, არამედ კერძოდ გერმანულ დასახლებებში და ერთადერთი მე კიდევ გირჩევთ, რომ აუცილებლად ეწვიოთ ბოლნისსაც და ასურეთსაც, სულ მთლიანად თქვენ დაგიხარჯებათ 5-6 საათი ორივეს მოსანახულებლად და თქვენ იქ გასინჯავთ ძალიან გემრიელ კერძებს, გასინჯავთ ძალიან გემრიელ ღვინოებს და რა თქმა უნდა ნახავთ ყველაფერი იმას, რაც გერმანელებთან არის დაკავშირებული და ასურეთში როდესაც ჩახვალთ, აუცილებლად მოინახულეთ ასევე გერმანული სასაფლაო. და აი ასეთი უცნაური თავისებური საფლავები არის ელიზაბეტალის ასურეთის სასაფლაოზე, რომლებიც ძალიან განსხვავებული არის ქართულისგან, რა თქმა უნდა. ეს სასაფლაო გავერანებული იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და შემდეგ უკვე თბილისის 21 საშუალო სკოლის, ეგრეთ წოდებული გერმანული სკოლის თაოსნობით და იმ სკოლის, რომელიც ჰომბურგი არის ასეთი სამხრეთ გერმანიაში ქალაქი, ჰამბურგში არ შეგეშალოთ, ეს საარის მიწაზეა. აი ჰომბურგისა და ქართული, აი 21 თბილისის 21 გიმნაზიის მოსწავლეებმა ერთობლივად გაასუფთავეს ეს სასაფლაო და წესრიგში მოიყვანეს და თქვენ აქ შეგიძლიათ ეს საფლავები ნახოთ. თბილისის განვითარებაში და ზოგადად თუ რა როლი ითამაშეს გერმანელებმა საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ ეტაპებზე, ამის შესახებ ცალკე ვიდეოს შემოგთავაზებთ, მენდეთ ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ და დაგაფიქრებთ თუ რატომ ვერ შევძელით ამდენი ხანი ფეხზე დაგვეყენებინა ჩვენი ქვეყანა, მაშინ როდესაც ამდენი დახმარება მოდიოდა და მაშინ როდესაც
გერმანელებმა, რომლებიც ფაქტიურად ტყეში დაყარეს 2-3 წელიწადში უდაბნო აქციეს სამოთხედ. სხვა შორის მე დამოვიწყდა მეთქვა, რომ 1826 წელს ელიზაბეტ ტალიც და ეკატერინე ნეფელიდიც ფაქტიურად მიწასთან იყო გასწორებული ლეკების მიერ, ეს იყო ძალიან დიდი შემოსევა. მაშინ გაიტაცეს ქალები, დახოცეს ბავშვები, მოხუცები, მამაკაცები, ძალიან მძიმე დღეები გადაიტანეს გერმანელებმა, მაგრამ გაუძლეს და ამის შემდეგ უკვე მათ შექმნეს შეიარაღებული რაზმები, რომლებიც იცავდნენ და მე უკვე ვეღარავინ ვეღარ ბედავდა მათი სოფლების დარბევას. ეს უბრალოდ დამოვიწყდა მე მეთქვა, ესე ძალიან საინტერესო მომენტია. მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ მოახერხა ამ ხალხმა შეექმნა საზოგადოება, რომელმაც უამრავი სიკეთე მოუტანა თავის ახალ სამშობლოს და როგორ გადაუხადა ვალი ამ სამშობლომ. მოგიყვებით თუ როგორ იყიდა ბაბუაჩემმა ვასო გაბუნიამ საქართველოში ცნობილი, ყველაზე ცნობილი ალბათ აფთიაკი გერმანელებისგან, ეს გახლავთ მაშინდელი მერიის ქვეშ არსებული, სხვა შორის ეს საკრებულოს შენობაც, მერიის შენობაც გერმანელის მიერ არის დაპროექტებული და მის ქვეშ მდებარე ნომერ პირველი აფთიაკი. ამის შესახებ მე ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით მომავალ ვიდეოში და როგორ გავიცანი სრულიად შემთხვევით შორეულ ციმბირში, ციმბირის ერთ-ერთ ქალაქში ბოლნისელი გერმანელების შთამომავლები. თუ რატომ დაიღუპა სიმენსების უცნობილესი ფირმის დამაარსებლების პატარა გოგონა ბორჯომში და რატომ ეძახდნენ დღევანდელ მარჯანიშვილის მოედანს კირიჩნის. რა ბედი ეწია ქართველ გერმანელებს და რა შუაში იყო როზა ლუქსემბურგი ბოლნისთან. ახლა კი დავბრუნდეთ კვლავ დღევანდელ ბოლნისში უკვე საქართველოში ამ ბოლო რამდენიმე დღის წინ ყოფნისას მე დავუკავშირდი ჩემ ძალიან დიდი ხნის წინანდელ მეგობარს თენგო ხვადაგიანს და ვთხოვე მას რომ გაეცნო ჩემს ადამიანი რომელიც დაკავშირებული იყო რაღაცნაირად ბოლნისის აი ამ გერმანულ ისტორიასთან და თენგომ გამაცნო ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი და ძალიან შრომის მოყვარე პიროვნება ბატონი გურამ ავქოფაშვილი, რომელიც თავის ძმასთან ერთად სათავეში უდგას ფირმას ძმების მარანი და რომელიც ძველი ბოლნური ტექნოლოგიით, გერმანული ტექნოლოგიით რამდენიმე სახეობის სასმელს უშვებს, არა მხოლოდ ღვინოებს, არამედ ლიქიორებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს ჩასვლა იყო ესეთი ძალიან სპონტანური, დაუგეგმავი და ამიტომ ბატონ გურამთან დიდი ხნის საუბარი მე არ გამომივიდა და მენდეთ რომ იგი ძალიან საინტერესო პიროვნება, ამიტომ დაწერეთ კომენტარებში თუ თქვენი სურვილი იქნება, მე ონლაინ ინტერვიუს ჩავწერ ამ ადამიანთან და იგი უკვე მოგვიყვება უფრო დაწვრილებით იმის შესახებ თუ რა, როგორ და რანაირად კეთდებოდა და რანაირად კეთდება დღეს ბოლნისში რომ არ დაიკარგოს გერმანული ტრადიციები. ასევე ჩვენ ვესტუმრეთ RMG-ს კომპანია RMG-ს მიერ ცოტა ხნის წინ შესყიდულ და აღდგენილ გერმანულ სახლს და ბატონ გურამთან ერთად ჩვენ აქ დაგვხვდა ბატონი ხვიჩა კიტიაშვილი, რომელთანაც რაღაც მოვასწარით მაინც რაღაც საუბრის ჩაწერა და მე მინდა ახლა ის გაგაცნო თქვენ. ესეც მაგათ ესეც ეთყობა რა. ასე მარცხნივ ეს არის გერმანული სახლი არის, ეს შეისყიდეს. კიდე მე რა ხარ? ძალიან სასიამოვნო თქვენი ახლო და ნახვა. ძალიან სასიამოვნო ძალიან. ხორეთ გადაიღეთ, ნელ-ნელა მოგიყვებით თან. ჯერ შევხედოთ, მოდი, როგორ გინდა. რა ვიცი, ეს არის ესე იგი ძველი იმდროინდელი სახლია. ხო? ეს არის ემანუელ ვალკერის სახლი, ეს იყო მეღვინე და მეღვინეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს სახლი, ესე იგი, ჩვენ პარტნიორობთ მეღვინეთა ასოციაცია ვარ მე. ხვიჩა არის კომპანია RMG. ხვიჩა კიტიაშვილი. აუ, ჯერადასო. ბატონი. ძალიან სასიამოვნო, ესე იგი, თქვენ სახში ვართ, კეთილი იყოს შენ ფეხი. ხო და ჩვენ ურთიერთპარტნიორობის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ სახლი შეგვეძინა. ეს განახეთ როგორი სახე ქონა ამ სახლს. აქ სულ გერმანული ქუჩებია, ეს გერმანული სახლებია, ეს არის მიუგლობენშტრასე. წისქვილის ქუჩაა ეს, ახლა რომელზეც ჩვენ ვართ.
ქართულადაც ეხლა წიფქვილის ქუჩა ქვია იქ. თავში არის წარწერა მიგლობენშტრასე იქ. მე ჩემი ინტერესიდან გამომდინარე მარნიდან ვიწყებ ხოლმე. ხო. აი ეს არის მეღვინეთა გაერთიანება მაშინდელი. 40 ოჯახია. ნუ კოოპერატივის სახელით იყო ცნობილი ეს ამბავი, უნიონი ერქვა და ეს არის ემანუელ ვალკერია ეს კაცი, რომლის სახლშიც ვართ ეხლა ჩვენ და რომლის სულიც ხარობს ალბათ, რომ ჩვენ ეხლა ეს გავაცოცხლეთ აკაურობა. აი ეს ფოტოები აღნიშნავს მეღვინეობის ინდუსტრიას. აქაური ბოლნის ხო. ეს არის პირველი ქარხანა, რომელიც ამ ხალხმა ააშენა, კერძო ტიპებმა. 1908-ში ააშენეს მაგათმა, ეს უკვე მუშაობს, ეს არის 1924 წელია. ეს უკვე უკვე კალხოზია. უკვე რომ 1.200.000 ბოწყიდიან უკვე. ეს პერიოდია, ხო, 1.200.000 ბოწყიდნენ მაშინ იმ კომუნიკაციის პირობებში, ჩაკეტილ საბჭოთა კავშირის პირობებში. ბოლოს ყველაზე მეტი იყვნენ, როცა 800 სახლი იყო სულ. 800 კომუნიკაცია. 800 ოჯახი იყო. ეს გასაბჭოებამდე თუ გასაბჭოების მერეც აი უკვე ბოლოში გასაბჭოების პერიოდია უკვე აი როცა უკვე გაიზარდა რა პირველად 16 თუ 17 ოჯახი ჩამოვიდა და უცებ გაიზარდა მე 124 წელი იცხოვრეს აქ თითქმის 4 თაობა 5 თაობა ხო 5 თაობა წარმოიდგინეთ ეს იყო სამშობლო უკვე მაგათი მეორე მესამე თაობის მერე უკვე სამშობლო იყო და უყვარდა დაკაურობა ლექსებს წერდნენ მუსიკას შერეული ქორწინებები რამდენად იყო ძალიან იშვიათად იყო მაგრამ იყო სომხებთან სომხებს მიყვებოდნენ ცოლად თორე გერმანელებს ცოლად არავინ არ მოყავდათ არც ქართველი არც სომეხი ქალებს ათხოვებდნენ უფრო ხელოსან ტიპებზე და ეს მაგათი სარდაფია ეს მაგათი სარდაფია ხომ მოგზავნით სადაც ჩვენ უკვე გავაგრძელეთ ასე ვთქვათ ჩვენი წინაპარი გერმანელების ტრადიცია ჩვენ ესე ვეძახით ჩვენ ორი წინაპარი ყავს ესე იგი ერთი სულიერ ხორციელი ქართველი წინაპარი და ერთი კულტურული მემკვიდრეობის შთამომავლები ვართ მაგათ შეიძლება ესე ითქვას აქ არის ეხლა ყველა პრინციპულად ბოლისური ვენახებიდან დაკრეფილი ხუნძების ღვინოები ბოლისელი მეღვინეებს მხოლოდ ბოლისელები არიან მართალია ჩვენ ეხლა 1.200.000 ბოთლი არ აღვავთ და უნდა დავეციოთ უკან უნდა დავეციოთ ჯერ მე გავასწროთ რამდენი საქმე გვაქვს წარმოიდგინეთ 25 ბრენდია აქ წარმოდგენილი აქ არის 3 არის ასურეთელი ჩვენი კოლეგა ჩვენი წევრები არიან ასოციაციის წევრები არიან და ერთი არის თამარისელი იქაც იყო ასურეთშიც და თამარიშიც იყო გერმანული კოლონიები იქაც ესეთი ტრადიციები ხო ელიზაბეტალი და ხო უკვე რამდენი ხანია წელიწად ნახევარი თითქმის 2 წელია მუშაობთ 59 ადაგი არის აქედან 15 ბოლისის რეგიონში არის ის მინერალები რაც ყურძენს უნდა ყველაფერი ძალიან დიდარი არის მე იმიტომაც ვიძახით ჩვენი ღვინოები მაგალითად ძმების მარნის ქაწითელი და ქობულაძის ქაწითელი არის ქაწითელი ორი ბონიში არის ორი ეს მიკროზონაში ძალიან პატარა მიკროზონა ჩვენთან სულ 1200 გექტარი ახლა ჰექტარია კახეთს რო შევადაროთ მეასედია ასეთი პატარა ხო მაგრამ ეს მიკროზონები ფასდება ეხლა ზუსტად ეხლა ზუსტად იმიტომ დავარეგისტრირეთ როგორც ფიდეო protected domination of origin როგორც ადგილ წარმოშობის მიკროზონა და ღვინო ჩვენი ბოლისი არის ადგილ წარმოშობის დასახელების ღვინო ბოლისი როგორც არის წინანდალი ტვიში ტიბანი მუკუზანი ვაზისუბანი და ასე შემდეგ აი ეს გახლავთ ემანუელ ვალკერის კაბინეტი ასე ჩავთვალეთ ჩვენ და ასე მოუწყვეთ ხო, საუთენტური ხო, ნუ ესე თქო. ეს ზუსტად ისია რა, კვლევების შედეგად ფერებია ეს კანტები ყველაფერი. ნახე ოჯახი, ესენი ცოტა ადრე წავიდნენ რეპრესიებიდან არ შეხვდა ამ კაცს, იმიტომ რომ ცოლი გარდაეცვალა. 42 წელს ხო დაიწყეს ამათი დეპორტაცია და ეს წავიდა თვითონ 39-ში. აქ ვეღარ გაძლო მეუღლის გარეშე და ესე აღმოდგინეთ ეხლა რა ეს ლიკულები დაემატა ეხლა უბრალოდ აი ესეც ნახეთ ხო ესე იგი ეს კაი მაცხოვრებელი იყო როგორც კაი დიდი მაგრამ პრინციპში ყველა კაი მაცხოვრებელი ყველა ცხოვრობდა ყველა ხელოსნობდა ყველა მეღვინე იყო 98% ალბათ
მეღვინის ინდუსტრია აწყვეს უნიკალურად, ძაბრებსაც კი აკეთებდნენ, ყველაფერს აქ აკეთებდნენ, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდნენ. ნუ მასალას იწერდნენ, მაიკოპის მუხაა ახლა ეს ჩვენ რასაც ნამდვილი ციცოცხლე გაზეთები მერე რომ მოდიან, მერე რომ იბეჭდებიან, ეს სამათი აქტიურობა მერე აქ. აჰა. კავკაზიში პოსტ. ხედა? აი აქ ყველგან ეს არის. აი რა კარგია რომ შენარჩუნებულია ეს ყველაფერი. რაღაც ვაგროვებთ რა. ეს არის გეგმა. კატრინა ფრენკის. ეს არის სასაფლაო. აქ ცხოვრობს მე. ეხლა ვარ აქ ხარ აქეთ აი. ხო, ეს მეორე კითხვა. ის ვიქოფია, ხო, აი სასაფლაო. აი აქ არის ქუჩების სახელები რა. ქუჩების სახელები, კატერინეს შტრასე, ეს არის კირხენშტრასე. ნახეთ. ეს რა გერიხ შტრასე არის ეს. სასამართლო ყოფილა ეს. ცენტრალური ქუჩაა, ხო? აქ სადღაც სასამართლო იქნებოდა იმ დროს სასამართლოს ქუჩა. მთელი ის ინფრასტრუქტურა იყო ქალაქი. ქალაქის ინფრასტრუქტურა, ყველა სტრუქტურა იყო, რომ გამართულად მუშაობდა, მონადირეთა კავშირი რა ყო რამდენი არიან. აი საქონლის დამუშავების. ხო, ნახეთ, ეს გუშინ წინ მოგვიტანეს ეს წიგნი უნიკალური წიგნია, რა კარგად ნახეთ მე. აი ეს ნახეთ ის ჩანი ყველაზე დიდი რო არის, დიდი ჭურჭელი. ესე იგი ევროპული ტექნოლოგია როგორია? იმ პერიოდში ქართული ტექნოლოგია იყო მთლიანად ქვევრში, ყურძნის მოტანა, ჩაწურვა ჭაჭაკლერტიანად, დადუღება, ფერმენტაცია და დალუქვა. 3 თვე, 6 თვე, 9 თვე. ევროპული ტექნოლოგია იყო შემდეგი: მოიტანდნენ ყურძნს, ჩაწურავდნენ, წვენს უშვებდნენ ეგრევე ტკბილზე, ტკბილი დუღდა ცალკე. გერმანელებს ახლა ვიცოდნენ ეს თავიანთი ტექნოლოგია როგორ მზადდებოდა ყურძენი და ძალიან მოეწონათ ჩვენთან ფერი, ამბერ, ფერი მოეწონათ, ქარვისფერი და ქარვისფერს ვერ მიიღებ ვერანაირად ევროპული ტექნოლოგიით თუ ჭაჭაკლერტზე ღვინო არ დააყოვნე. დაყოვნება კიდე მარტო ქვევრში ხდებოდა და ქვევრში კიდე ქვევრს ვერ იყენებდნენ, ეგენი არ მოეწონათ ძალიან ეს შრომას მოითხოვს, იქ უნდა ჩახვიდე, გარეცხო. იქ შეიძლება ვერ გარეცხობთ რაც კარგად და მთელი ნაკლოვანებები ქონდა მაგათთვის და საერთოდაც რთული მოსავლელია მართლა ქვევრი და ფაქიზია ძალიან. მუხა უფრო ადვილი მოსავლელია და ჩანი და კასრი და მე ჩვენ ეგ ტექნოლოგია გავაგრძელეთ კიდევ უბრალოდ ბუნებრივად გაგრძელდა ეგ რასაც ახლა გეტყვით. უბრალოდ იმიტომ რომ ქართველებსაც ძალიან მოეწონათ ეგ ამბავი. ფერი შენარჩუნდა ჰარმონიულობა და სიმსუბუქე შეინარჩუნა, ფერი, ტანინები ნაკლებ ტანინიანი იყო ღვინო, მაგრამ იყო ქარვისფერი. ჩვენ ახლა ქარვისფერი ღვინოს ვაყენებთ, ყველას გონია რომ ქვევრის არის და სინამდვილეში ქვევრის არ არის, გვაქვს ჩვეულებრივი ეს გერმანულ-ქართული შერწყმული ტექნოლოგია, რომლითაც მაშინ სარგებლობდნენ 200 წლის წინ გერმანელებმა მოიგონეს და ქართული და ევროპული არის შერწყმული და ჩვენ ესე გავაგრძელებთ. ახლა ეს არის ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. რომელიც გვინდა რომ ესეთ იუნესკოს დონეზე ავიყვანოთ და ამით გავხადოთ ბოლნისი ცნობილი რომ აქ არის კიდევ ერთი სოფლიოში ცნობილი უпростоრად ცნობილი გახდება ეს ტექნოლოგია თქვენი არხის მერე. ეს ტექნოლოგია არის უბრალოდ ძალიან უბრალო, მაგრამ გენიალური, რადგანაც მუხის ჩანში ღვინოს ვერ დააყოვნებდნენ გარკვეული პერიოდის მეტს, ამიტომ ეს ამდენი კვლევის შედეგად 2-4 კვირა ეს შეირჩა ეს დრო, როცა ღვინო და ტკბილი და ჭაჭაკლერტი ერთად არის, ეს 4 კვირა და გამოდის უნიკალური ღვინო და მერე გადაგვაქვს ჩვენ შესანახად უკვე ჭურჭელში ან ცივ მარნებში, როგორც გერმანელებს ჰქონდათ. ბოლნისში ვიყენებთ 3 ტექნოლოგიას: ქართულს, ჩვენ ძირძველს, ტრადიციულს, ქვევში ღვინის დაყენებას, ევროპულს, კლასიკურს, რომელსაც ვეძახით, თუმცა ეგაც ქართულია. და ქართულ გერმანულ ტექნოლოგიას, მოდი ამას დავარქვათ დღეს უკვე ბოლნისურ ტექნოლოგიას, იმიტომ რომ უნიკალურია და საუკეთესო არომატებს და გემოებს. თქვენ რომელი უფრო მოგწონთ? ქართულ გერმანული, აი ესეთი ფერი მიიღება, ესეთი ფერი, ესეთი ფერი მიიღება, ოღონდ ქვევრის არ არის, არის ეს ბოლნისური ტექნოლოგია. ხო, ეს არის სუფთა, ესეთი ღია ქარვისფერი, ხო? ღია ქარვისფერს ფერს ვიღებთ, ოღონდ არ არის ქვევრის. ები ღვინოები ხო უნდა გასიგნო? აბა რა, ისე ხო არ გაგიშვით. ეს სახლი კომპანია არის შეიძინა 2021 წელს. 2023 წლის აგვისტოს უკვე მეღვინეები ჩამოვაყალიბეთ ეს ბატონ გურამთან ერთად ჩვენო კომპანიამ
მემორანდუმი გააფორმა, სამხრივი მემორანდუმი მუნიციპალიტეტთან, არენჯისთან და აი პირვინულ ბონისთან და მას მერე უკვე მოღვაწეობს ჩვენი სახლი და წარმოგვიდგენილი ყავს ჯერჯერობით 23 მეღვინე 76 სახეობის ბოლნისის ადგილწარმოშობის ნატურალური ღვინო. ოჯახის ღვინოები ეს ყველა ავთენტურობა რო შეგვენარჩუნებინა ამ სახლისთვის ის საფეხურებიც ისე დაგვატოვებინეს ხელი არ გვახლებინეს და მესამე სართულს ხმარობდნენ შვაბები ლორის შესაბოლად, შვაბური ლორი და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის ადგილწარმოშობის პროდუქციაც. შვაბური ლორი არის მათი ადაწესი დამზადებული. იქ ქართველებმა შეინარჩუნეს ის მათი ადაწესი და მათი იმით აკეთებენ ამ შვაბურ ლორს. ერთი არის ვაშლის კუხენი, ერთი არის ლეპკუხენი. ქალბატონი რუსუდან კვარცხავა არის, რომელიც არტიზანულ პურსაც გვიკეთებს, ნახშირის პური და შვრიის პური არის და ეს ყველიც აქაური არის ნატურალური ოჯახის პროდუქცია და ყველაფერი. როგორც ვთქვით, ეს არის ბატონი გურამის ღვინო 2023 წლის ადგილწარმოშობის, რომელსაც უკვე ეს ფიგი აქვს მინიჭებული, ადგილწარმოშობის ნატურალური ღვინო არის. დააგემოვნეთ ეს ღვინო და მე ამასაც დავაგემოვნეთ. დავბრძანდით რა. მოდი მე მაკედამ. მილიონ ბაღი არა 8000 წლოვანი ისტორია ჩვენ წმინდა წვენს ჩვენ ღვინოს და ავიც დიდება უფალს ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს წინსვლა მოგვცეს და გამწკინებული ყოფილიყო ჩვენი საქართველო. ნამდვილად. დაუმარჯოს ჩვენ საქართველოს. დღეს კი სულ ეს იყო, მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი, ძალიან საინტერესო ვიდეოთი, სადაც უკვე მოგითხრობთ ქართველ გერმანელ თუ გერმანელ ქართველებზე უკვე მე-19 საუკუნის შუა წლებიდან მე-20 საუკუნის შუა წლებამდე. ეს ძალიან საინტერესო, ძალიან უცნაური, ზოგჯერ პარადოქსული და ხშირად ტრაგიკული ისტორიაა, ამიტომ მე დაბეჯითებით გთხოვთ, რომ ამ ვიდეოს შემდეგ დაელოდოთ იმ მეორე ვიდეოს და აუცილებლად ნახოთ ისიც. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, გისურვებთ მშვიდ და ლამაზ კვირას. ნახვამდის.